Shall მითი თუ რეალობა ეს სიტყვა გამოიყენება ინგლისურ ენაში თუ აღარ გამოიყენება. Let us have a bit of a closer look to the matter. Shall ცალსახად ბრიტანული ინგლისურია და ცალსახად ოფიციალური ფორმალური რეესტრის საუბრის. როდის ვიყენებ სიტყვას shall? Სამი სიტუაცია, როცა შეიძლება ეს სიტყვა გამოვიყენოთ არის suggestion, შეთავაზება, offer, ძირითადად offering your service, ეს არის მომსახურების სერვისის შეთავაზება და legal style, ოფიციალურ იურიდიულ დოკუმენტაციაში. Let us go through the examples. მოდი მაგალითებიც განვიხილოთ. Suggestion, შეთავაზება, რაღაცა იდეით შემოდიხარ. Shall we go to the cinema? კინოში წავიდეთ? ამ შემთხვევაში აუცილებელია რომ დავემახსოვროთ, ეს არის კითხვითი ფორმა, პირველი პირი მრავლობითი რიცხვი. Shall we go to the cinema? კინოში ხომ არ წავსულიყავით. Offering your service, სერვის თავაზობ ვიღაცას. Shall I carry that for you? აი ეგ რაღაც ჩანთა წამოვიღო შენთვის. Shall I carry the bag for you? წელი შეკითხვა. პირველი პირი და არ თარგმნოთ როგორც შემიძლია წამოვიღო ან გინდა წამოვიღო. ეს არის წამოვიღო თუ რა ვქნა? წამოვიღო? აი ეს ფორმა კითხვითი, პირველი პირი, მხოლობითი შეიძლება გამოგვადგეს კიდევ ერთი პატარა კატეგორიის საწარმოებლად. როცა ვიღაცას ინსტრუქციას თხოვ, asking for instructions. For example, shall I read? წავიკითხო? თუ რა ვქნა? Or for example, shall I write? დავწერო? Legal style. The tenant shall pay rent at the beginning of each month. The tenant, მდგომურმა, უნდა გადაიხადოს ეს ქირაო თვის დასაწყისში. ეს არის უკვე დოკუმენტი, როგორც ხელშეკრულება. Now, let us see how it goes with American English. რა ხდება ამერიკულ ინგლისურში. Shall we go to the cinema? Suggestion. ჟღერს როგორც should we go to the cinema or why not go to the cinema? Offer of service. Do you want me to carry that bag for you? გინდა რომ ეს ჩანთა წამოვიღო შენთვის, ასე იყვიან ამერიკელები. And legal English, ამ შემთხვევაში the tenant shall pay what? ამერიკელები იტყვიან და დაწერენ რაც თავარია, the tenant must pay rent at the beginning of each month.